თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციებისას დაკავებული 11 პოლიტპატიმრის ანდრო ჭეჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევას კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმე დეტექტივი გიორგი ზაბახიძე დაკითხეს. ზაბახიძის თქმით 28 ნოემბრის აქციაზე ქვამოხდა და მარჯვენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა, თუმცა არ შეუძლია ამოიცნოს პირი, ვისი ნასროლი ქვითაც ის დაზიანდა. ამზენებელი დაინახეთ? არ დამინახავს ვინ მისრულა. ამზენებელი არ დაგინახა. აი აქ ყოფი ადამიანები არ გეცნობათ, ხო ასეა? როგორ? აი აქ ყოფი ჩემს უკან სინდისის პატიმრები არცეთი არ გეცნობათ, ხო ასეა? ბატონო მოსამართლე ვიქნების კითხვები რომელიც დასმულია უკვე დაცვის ხარისხი. ვინაიდან ბატონიკო გვიან შემოვერთა შესაბამისად ის კითხვები მაქვს, რომელიც ამ შემთხვევაში რელევანტურია, იმიტომ რომ მაინტერესებს ადამიანი იმყოფებოდა შეფასებების გარეშე ამბობ. წარმოდგენილი ბრალდებულები რომ თქვენ დამზიანებლები არ არიან შესაბამისად იცით. ანუ მე არ მithქოს. მე კონკრეტულად არ ვიცი რომელმა დამაზიანდა. არც ის ვიცი დამაზიანა თუ არა ამ ხალხმა და როგორ ვთქვა რომ დამაზიანა არ დამაზიანა. არ გაქვთ პრეტენზია ამ ხალხთან. ბატონო მოსამართლე, რაც მოცემულ შემთხვევაში დაძლებულ პასუხი თუ დადასტურდება. ანუ რადგან ხო ამბობს რომ არ ვიციო და შესაბამისად თუ არ იცი ადამიანთან რა პრეტენზია უნდა გქონდეს. დეტექტივ გიორგი ზაბახიძე შეკითხვები დაუსვა ბრალდებულმა რევას კიკნაძემ. ზუსტად რა იცით თუ აქციაზე მგონმა ხალხმა ისროლა ის თქვა. ბატონო მოსამართლე, არაერთი კითხვა დაისვა და გაცემული არაერთი პასუხი ერთი და ის. რევას უპასუხა ამ შეკითხვას. აღარ დავესროთ, უბრალოდ რევას უპასუხა ამ შეკითხვას. რომ იქ სპეცრაზმელებიც ისროდნენ მსგავს ნივთებს. მე პირადად აირწინაღის წინა ნაწილი მოხდა ყვითელი რუა თავში და კაფსულაც მოხდა გასროუშოს ფეხში. ამ ჩვეულებრივად ის სპეცრაზმელებიც ისროდნენ იმ ქვებსაც და ყველა ზემოჩამოთვლილ ნივთიერებას. ეს ადამიანი ვერ ხედავდა ვინ ისროდა, უბრალოდ მაღლიდან რაღაც დაეცა ჰაერში. და საიდან ადასტურებს რომ აუცილებლად აქციაზე მდგომა ადამიანმა ესროლა და გამორიცხავს თუ არა რომ სპეცრაზმელის ნასროლი ნივთი შეიძლება მოხვედრო და სხეულს. ბატონოებას ამაზე გაცემულია პასუხი. არ არის გაცემული ეს პროვოკატორი და მე ვამბობ სპეცრაზმელი. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ანდრო ჭეჭინაძე. მისი თქმით პროკურატურის მოწმე სასამართლოს სხდომაზე გამოსაკითხად არ უნდა დაეშვა, რადგან მასთან დაკავებულებს შეხება არ ქონიათ. ანდრო, თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან არის არა მესმის, დიახ, მესმის. ნახეთ, თქვენთვისაც რო გასაგები იყოს, არსებითი განხილვის ეტაპზე ვარ, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ. შესაბამისად, ბრალდების ხარისხი აქვს წარმოდგენილი მტკიცებულები, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ. ეს მოწმეთ, თქვენი პოზიცია რა თქმა უნდა საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩათვლის საჭიროც თუ არ ჩათვლის, ამას რა თქმა უნდა შემდეგ შეფასებას მისცემს, მაგრამ რაც წარმოდგენილია საქმესთან დაკავშირებით ბრალდების ხარებ, რაც წარმოდგენილია ჩვენ ეს მტკიცებულება უნდა გამოვიკვლიოთ. დღევანდელ სხდომაზე ანდრო ჭეჭინაძის ადვოკატმა თორნიკა მიგინეიშვილმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტელეფონში განხორციელებული სავარაუდო უკანონო ქმედების შესახებ. მიგინეიშვილის თქმით, ჭეჭინაძის ტელეფონი 6 აპრილს იმ დროს გამოიყენეს, როცა ტელეფონი ექსპერტიზის ბიუროში დალუქულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. მივმართეთ საექსპერტო სამსახურს და დაგვიდასტურეს, რომ ტელეფონი ამ მომენტში, როდესაც დატოვეს ეგრეთ წოდებული ჩატი, ამ დროს იმყოფებოდა ისევ საექსპერტო დაწესებულებაში. ეს ფაქტი დააფიქსირა ამ ჯგუფის ეგრეთ წოდებულმა ადმინმა, ანუ შემქმნელმა ქალბატონმა ნინო ბოლქვაძემ, რომელიც დაცვის მხარემ გამოკითხა, სადაც ქალბატონი ნინო დეტალურად აღწერს იმ მოვლენებს, რაც ნახა 6 აპრილს. ეს არის დატოვება ჩატის და მხოლოდ ამ ჩატის, დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ რამდენიმე ჯგუფში არიან, თუმცა მხოლოდ ეს ჯგუფი იქნა დატოვებული. ასევე იმ ფაქტს ადასტურებს, რომ მანამდე ეყენა პროფილის ფოტო და ანდრო ჭეჭინაძის ფოტო, თუმცა შემდგომ ესეც დაიშალა და ასევე ის, რომ
მოგვიანებით, როდესაც ცდილობდნენ ანდრო ჭეჭინაძის ნომრის დამატებას ისევ ამ ჯგუფში, ვერ ხორციელდებოდა და ეუბნებოდა, რომ მთლიანად WhatsApp-ის აპლიკაცია არის წაშლილი, იმიტომ რომ უნდა მოიწვიოთ. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს პოლიტპატიმრების ადვოკატებმა. ჩემი დაცვის ყოველ შემთხვევაში ეს არის 29 ნოემბერი, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს არის 1 დეკემბერი. განსხვავებული ამათ შორის ლოკაციები, ჩვენ სპეციალურად დავუსვით კონკრეტულ მოწმენს კითხვა იყო თუ არა ეს ის პერიმეტრი, სადაც მრავალწარდგენილია კურე მირცხულაოს და ჯანუარ-ჩაიას ქმედების ჩადენა. ერთი ამ შემთხვევაში 9 აპრილის ქუჩა გახლავთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ჭიჭინაძის ქუჩის შუა წელი, რაც ასევე აღნიშნული მოწმე დაშავდა 28-ში 11-დან 12 საათამდე, როგორც თვითონ განმარტავს, მათ შორის ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში და არ ემთხვევა არც დრო, არც ლოკაცია. პიროვნება მოსული, რომელმაც მიიღო დაზიანება 28 ნოემბერს, თუმცა ვერ ასახელებდა კონკრეტულად რომელიმე ბრალდებულს, რომელმაც მან ზიანი მიაყენა. ასევე ვერ იხსენებდა ფაქტებს და ყოველთვის ამბობდა, რომ აი ეს არ მახსოვს, აი ამას ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს არ დამინახავს, სიბნელე იყო. ეს იქნება ყოველთვის მუდმივი სურათი მთელი პროცესების განმავლობაში, ამიტომ იყო, რომ ჩვენც გქონდა დაცვის მხარეს ასეთი სტრატეგია არჩეული და დავაფიქროთ, რომ ჩვენ კითხვები არ დავუსვით ანდრო ჭეჭინაძის ადვოკატებმა ამ მოწმეს, იმიტომ რომ ის არ არის შემხებლობაში ანდრო ჭეჭინაძის რაიმე სახის მოქმედებასთან, არათუ უკანონოსთან. გიორგი ზაბახიძის დაკითხვის შემდეგ სხდომა დასრულდა. მომდევნო პროცესი 15 მაისს ჩაინიშნა. სხდომაზე ისევ მოწმეები დაიკითხებიან. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი მათგანი არ აღიარებს.